მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო, დღეს თავისუფალი ტრიბუნის ეთერში კვლავ ქართული დასის დროა. დღეს საარჩევნო სუბიექტმა ჯონდი ბაღათურია ქართულმა დასმა წარმოადგინა ახალი სოციალური პროექტები, რომლის პრეზენტაცია გააკეთეს დღეს ორი პარტიის წარმომადგენლებმა, პარტია განახლებული საქართველოს ლიდერმა ქალბატონმა ნანა გულუამ და ქართული დასის ლიდერმა ბატონმა ჯონდი ბაღათურიამ. ამ პრეზენტაციას ჩვენ შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერში, შემდეგ კი დავუკავშირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნესმენს ბატონ მინდია გულუას. გთხოვთ სლაიდშოუ წარმოვათ, ვინოთ მე მგონი კარგი იქნება. მოგესალმებით და გთხოვთ. მოგესალმებით. ეკრანზე სლაიდშოუ. ბატონებო და ქალბატონებო, ეკრანზე არის ჩვენი 4 ახალი სოციალური პროექტი, რომელიც რეალურად როგორც ქალბატონმა ნანამ ბრძანამ და ჩვენ ყველანი და ქართულმა საზოგადოებამ შეაფასა ეს არის რევოლუცია სოციალურ პოლიტიკაში, ეს არის გადატრიალება მართლაც. სლაიდშოუ არის გაკეთებული იმ მიზნით, რომ თქვენ გქონდეთ შედარების საშუალება, რა განსხვავება არის მაგალითად სატარიფო პოლიტიკაში, აი ამ პრეზიდენტის სააკაშვილის და მერაბიშვილის და ჩვენ გუნდს შორის. დავიწყებ იმით, რომ გაზის ტარიფი დღევანდელი გაზის ტარიფი სააკაშვილის მიერ შემოთავაზებული არის 51 თეთრი, რაც ძალიან ძვირია და ძალიან ბევრ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს აქვს გაზი გამორთული, გადაჭრილი და ვერ მოიხმარს ამ გაზს და იყინება ზამთარში სიცივით, ხოლო ჩვენი შემოთავაზებული ტარიფი არის 23 თეთრი. შემდგომში ეს არის ელექტროენერგიის ტარიფი, რომელიც დღეს არის 17.7 თეთრი პლუს 5 თეთრი დასუფთავების. რეალურად ელექტროენერგიაზე ჩვენთან ტარიფი არის 22 თეთრი და 7 თეთრი. 10-დან 12 თეთრამდე საშუალოდ 11 თეთრიან ტარიფს თავაზობთ ჩვენ საზოგადოებას და ეს არ არის ჩვენი შეპირება, ჩვენ ახლა ვცდილობთ ბატონ მინდია გულუას საშუალებით და ძალისხმევით და დახმარებით ეს ტარიფები ეს პოლიტიკა განახორციელოთ არჩევნებამდე. და სწორედ აი ამ მავნებლობით არის სააკაშვილი და მერაბიშვილი დაკავებული, რომ როგორმე ჩვენ ხელი შეგვიშალოს იმაში, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ თქვენს ოჯახებში ამ თვის ბოლოს უკვე განახევრებული ტარიფების შემოტანა. და მესამე ეს არის 3 ლარი და 15 თეთრი, ეს არის ტექნიკური ხარვეზი 50 თეთრი არის ეკრანზე. და მისი განახევრება ყველა პენსიონერის და ყველა სოციალურ დაუცველისთვის ჩვენი ტარიფი იქნება 1 ლარი და 75 თეთრი. ეს ტარიფიც არეგულირდება ბატონი მინდია გულუას მეშვეობით და ამ მიზნით მინდია გულუამ გადაწყვიტა ამ 3 პრობლემატური ბიზნესის პრივატიზება იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ საქართველოში აი ამ შესაბამისი ასეთი სატარიფო პოლიტიკის განხორციელება. გთხოვთ შემდეგი, ეს არის დღევანდელი ფასი, რომელსაც რა ფასში სააკაშვილს შემოაქვს გაზი საქართველოში, ეს არის 460 ამერიკული დოლარი. და ჩვენ გთავაზობთ, გთხოვთ შემდეგი ეკრანზე. ეს არის ჩვენი გუნდის მიერ შემოთავაზებული ტარიფი საქართველოსთვის 201 დოლარი. და რეალურად გადაწყვეტილება ამაზე უკვე მიღებულია, მინდა გითხრათ, რომ ესეც არის მინდია გულუას ძალისხმევით მისი კავშირების და მისი შრომის შედეგი, რომ ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე დღეში თუ არ შემოაწყობს საბოტაჟს სააკაშვილი და მისი რაზმი, მე მინდა ახლა რბილი ვიყო, რომ 201 დოლარად მოეწოდებოდა საქართველოს გაზი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ამ ტარიფს, ყველა ეს ტარიფი იქნება რეალურად განახევრებული. და მეოთხე, ეს უკვე არ არის სატარიფო პოლიტიკა, თქვენ გაქვთ ახლა ეკრანზე საშუალება ნახოთ, რა განსხვავებაა სააკაშვილისა და ჩვენს გუნდს შორის დევნილებთან მიმართებაში. ეს არის ის კადრები, რაც ხდებოდა დევნილებთან, როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდათ 8 წლის განმავლობაში სააკაშვილს და მის გუნდს. ხედავთ პლაკატებს დევნილებისა, სადაც წერია, ალბათ ხედავთ ეკრანზე, ნუ გაკვირით დევნილებს ქუჩაში. ანუ დევნილები ხელახრა ხდებოდნენ, დევნილები
თავისი საკუთარ სამშობლოში და ზოგი ორჯერ და სამჯერ აყარეს. მე ვიცი დევნილები, სადაც ჩასახლებულები იყვნენ კომპაქტურად საფლავი გაიკეთეს და მე ხელახლა დაატოვებინეს ეს საფლავები და ესეთი სურათებია, რომ ძალის ენაზე დამპყრობელის და მოძალადის ენაზე ელაპარაკებოდა საკუთარ ხალხს, თქვენ აქ ხედავთ დევნილებს როგორ აყარეს საცხოვრებლიდან და როგორ მიაქვს ტომბრებით თავისი ბარგი, ზუსტად ასე მოდიოდნენ ისინი ჭუბერზე, უბრალოდ მაშინ ზამთარი იყო და ჩაცმულები იყვნენ, ზუსტად ასე აყარეს საოკუპაციო ჯარებმა თავის საცხოვრებლების სახლებიდან, სწორედ აი ესე დაატოვებიეს თავისი წინაპართა საფლავები, სახკარი, თავისი ნაშრომი და ისინი გახდნენ ტოლვილები ერთხელ თავის სამშობლოში და მე უკვე მერამდენად ასე იგი ასეთი პოლიციური რაზმების მეშვეობით ამ 8 წლის განმავლობაში დაარბია სააკაშვილმა სემდნენ ქალებს, სემდნენ მოხუცებულებს, სემდნენ ბავშვებს და ესე აძევდნენ თავის საკუთარი საცხოვრებლებიდან. და ეს არის ის რაც მოხდება 8 თვეში ჩვენი გუნდის მიერ. 8 თვის განმავლობაში დევნილთა დახმარების სპეციალური ფონდი, სახელმწიფო ფონდი, ყველა დევნილისთვის შეისყიდის ბინებს და საჩუქრად გადასცემს იმავე ქალაქებში და იმავე სოფლებში, სადაც ისინი ცხოვრობენ. ანუ არც ერთი დევნილს არ აიძულებენ, როგორც თბილისიდან მოხდა იძულება 4 წელში გადასახლების, არამედ ყველა იცხოვრებს იქ, სადაც ცხოვრობდა, იმ რაიონში, იმ ქალაქში, თუ იმ სოფელში სადაც ცხოვრობდა და აქ არის პირობითი პროექტები, როგორი პირობები უნდა დაუკმაყოფილოს სახელმწიფო დევნილებს და როგორ პირობებში უნდა შეუქმნათ ჩვენ ამ 8 თვის განმავლობაში ჩვენს დევნილებს. და ესეც მინდა გითხრათ, ეს არის პირადად მინდია ეს გულუას ინიციატივა ამ ფონდის შექმნის, მინდა გითხრათ, რომ ეს ფონდი შექმნილია და ჩვენი მიზანი ერთად მინდია გულუასთან ერთად იყო, რომ ეს განხორციელებული იყო არჩევნებამდე, არანაირი კავშირი ამას არჩევნებთან არ ქონოდა. დღეს ეს ფონდი, რომლითაც დევნილებისთვის უნდა მომხდარიყო ბინების შესყიდვა, თქო დავბრუნდე სტუდიაში. სტუდიაში ვართ. დიდი მადლობა, დღეს მინდა გითხრათ, დევნილებმა უნდა იცოდნენ, დღეს ეს ფონდი, რომლითაც უნდა მომხდარიყო თქვენთვის ბინების შესყიდვა და რომელშიც პირველი ინიექცია მინდია გულუას თავისი პირადი სახსრებით 25 მილიონიანი ინიექცია ქონდა განზრახული, ასევე ეკლესიების მშენებლობის ფონდი, სხვადასხვა დახმარების ფონდები ყველა არის დაყადაღებული. მინდია გულუას, რომელიც ამის გაკეთებას გეგმავდა და აპირებს და მაინც გააკეთეს, მინდა გითხრათ, არ აქვს საშუალება თავის სამშობლოში დაბრუნების და ამის უფლებას თავს აძლევს სააკაშვილი და მისი ბანდა, რომელმაც ქვეყანა გაქურდა რეალურად და გააღატაკა და დაშლის პირას მიიყვანა ქვეყანა და დღეს მაქსიმალური მავნებლობა, რასაც ახლა ესენი გეგმავენ, ის არის, რომ ჩვენ ხელი შეგვიშალონ იმაში, რომ ესე იგი, როგორმე ეს პროექტები არ გამახორციელოთ. ნუ ამას ისინი, რა თქმა უნდა, ესე იგი ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ, მაგრამ მაქსიმუმი რაც შეიძლება ამათმა დააშავონ, ეს არის, რომ არჩევნებამდე, ანუ 1 ოქტომბრამდე უნდათ რომ ჩვენ არ მოგცეს საშუალება რომ განახლებებული კითხვები შევიტანოთ და მეტი სარგებელი ხალხს გვესმის გავიგოთ ესე და რეალურად მეტი მავნებლობა და მეტი ზიანი ხალხს. ბატონო ნანა, ისევ პროექტებს რა დავუბრუნდეთ, თქვენ დღეს ამ პროექტებს უწოდეთ რევოლუციური პროექტები, რა პერსპექტივები აქვს ამ პროექტს თქვენი აზრით და როგორ მოხდება ამის განხორციელება? ხალხს რო ვუთხრათ, უფრო უკეთ რო ავუხსნათ? ეს დიახ, მე მას დღეს უწოდე რევოლუციური პროექტები და მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად ესეა. ეს ჭეშმარიტად რევოლუციური პროექტებია და მათი განხორციელება სრულიად რეალურია. მით უფრო ჩქარა, რაც უფრო ნაკლები ხელშეკშლა იქნება დღევანდელი ტირანული ხელისუფლებისაგან. ჩვენ დღეს მოუწოდეთ მოსახლეობას, რომ მათ გააკეთონ არჩევანი მომავალზე, იმ მომავალზე, რასაც ისინი იმსახურებენ. იმ მომავალზე, რომელიც მათ უკვე წაართვეს უკანასკნელი ათეული წლებია. დღეს სრულიად რეალური შესაძლებლობები აქვს ქართულ ხალხს იმისა, რომ მისი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ეკონომიკა ქვეყნის განვითარდეს. შემდეგ ეტაპზე ქვეყანა გაერთიანდეს. ბატონმა ჯონდიმ აღნიშნა და ისაუბრა დევნილებთან დაკავშირებით, მაგრამ მე ალბათ და ბატონი მინდია თავის სათქმელს ალბათ იტყვით, უფრო მოტივირებული ადამიანი ვარ და ის რაც იქ ვნახე, ყოველი ადამიანისათვის ასაკვირველია, მიუღებელია, მაგრამ ჩვენთვის ეს ძალიან ძიმე ტკივილია. ჟურნალისტიც კი მივლის
დანში. ჩვენთვის როგორც მოტივირებულია, პირადად გვეხება. თუ კი პირადად ნანა გულუას არა, მინდია გულუას არა, ჩვენ უახლოეს ადამიანებს, ესე იგი ეს ისევ ჩვენი ცხოვრების ინტერესი, ეს სუნთქვა დღევანდელი, ეს არის ჩვენი აფხაზეთის დაბრუნება. ალბათ ამაზე არ უნდა საუბრობდე ამ მომენტში, მაგრამ აი ჩემს მდგომარეობაში მყოფი ქალბატონის, რომელმაც მხოლოდ 2 თვის წინ შვილი დაასაფლავა და ისევ ამ საქმეს უბრუნდება, მან ბოლო სიტყვები თქვა, ჩემი თამყავს ხედველობაში. მე ვაგრძელებ ბრძოლას და ჩემ მომავალ ბრძოლას ქვია ირაკი. და მე არა მაქვს იმის უფლება, არ ვიბრძოლო, გავჩერდე. მე მას დავუპირდი, რომ ჩვენ აფხაზეთში დავბრუნდები იმ ხალხთან ერთად, ვისაც ჩვენი იმედი გვაქვს. და მინდა გითხრათ, არ არის შორსის დღე, თუ კი თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს, თქვენ კი სწორად გააანალიზებთ ძვირფასო მაყურებლებო, რა რეალობის წინაშე დგას დღეს საზოგადოება ქართული, ქვეყანა ქართული. არ არის შორსის დღე, რომ საქართველოს ამოისუნთქოს, რომ საქართველოს გაერთიანდეს და როგორც სიტყვიან საქართველოს გაბრწყინდეს. თითოეულ პროექტთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ, ჩვენ მქონდა ბრიფინგი გუშინ, ხო, თვალწინები ბრიფინგი და იმ მავნებლობაზე, როდესაც საუბრობთ, ალბათ ხაზი უნდა გაუსვათ. ისევ ვისარგებლებ შემთხვევით და ტრიბუნა უნდა გამოვიყენო, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ ბატონი მინდია გულუა მუშაობს, დიდი ხანია მუშაობს და აწარმოებს მოლაპარაკებებს ისეთ სტრატეგიულ ობიექტების შესყიდვაზე, რომელიც ესე იგი ძილს უფრთხობს დღევანდელ ხელისუფლებას, არასვენებს რეალურად ბიზნესისთვის არ პრობლემატური ბიზნესი. დღევანდელი საქართველოსთვის და მიმაჩნია, რომ ეს შანსი ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაკარგოს, მხარდაჭერა მათი ნამდვილად საჭირო არის. ამ პროექტებმა დღენადელი თუ ვერ ნახა, ეს ისევ ჩვენი ბრალი იქნება. მინდია გულომ თუ გაზი საქართველოს საზღვამდე $201 მოიტანა, შემდეგ კი საქართველოში ვერ შემოვიდა, ეს უკვე ნამდვილად მისი ბრალი ვერ იქნება და აქ უკვე ქართულმა საზოგადოებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას. ჩვენ გუშინ ბრიფინგზე აღვნიშნეთ ერთ-ერთ პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს წყალმომარაგება ქვია და აღვნიშნეთ და დღესაც მინდა გავიმეორო, ვინაიდან გუშინ ალბათ ყველამ ვერ მოისმინა. ეს ამ პროექტის კონტრაქტის ძალაში შესასვლელად სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილისა და მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ შეაჩერონ ამ პროექტის შესრულება. ცხადი არ შესრულების შემთხვევაში ეს მოპასუხე მხარისაგან არის დიდ ჯარიმებთან დაკავშირებული, მაგრამ მაინც ასეთია ჩვენი ხელისუფლების მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მენეჯმენტი დღეს უარყოფს ალბათ მინდა გულას და მოლაპარაკებებს, მინდა დაზუსტებით გითხრათ, რომ საქართველოს წყალმომარაგების ქართული მენეჯმენტი დღესაც იმყოფება რუსეთში და იქ ამ კომპანიის რეალურ მფლობელთან აწარმოებს მოლაპარაკებას, იქნეს შეჩერებული ამ კონტრაქტის განხორციელება. ანალოგიური შეგვიძლია ვისაუბროთ დანარჩენ პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანი და ამოცანა იყო, რაც შეიძლება ჩქაროთ 15 სექტემბრამდე უკვე ახალი ტარიფით შემოსულიყო ყოველ ქართულ ოჯახში ქვითარი, მაგრამ თუ კი ეს ასე არ განხორციელდა, ეს ისევ დღევანდელი ხელისუფლების ხალია. დევნილი ყავს ხაზზე, დევნილია ხაზზე, დევნილს უნდა თქვენ ჩვენთან დაკავშირებით. ტექნიკურ ჯგუფს მინდა ვთხოვ, იქნებ ბატონი მინდია შემოიყვანოთ ეთერში, თუ შეიძლება ჩავთოთ ბატონი მინდია გისმენთ. დიახ. მოგესალმებით, ჩემი გესმით? ბატონო მინდია, თუ შეიძლება ერთი წუთი ზარია, მოგესალმებით, ზარი შემოიყვანოთ და მე თქვენ რო დაგიბრუნდეთ, თუ შეიძლება თქვენის ნებართვით. ეს კი აქვს საშუალება, რომ ზარს მოусვათ. გისმენთ? ნერვიულობ, ძალიან განსხვავებული დაპირებებია. ნერვიულობ. იცით რა არის? მე თქვენთანაც ვარ, ამყოფი, აი მაზე რო იყავი, კომუნობის მოედანთან, ბატონის ჯონი. ეხლა ვსვართი. 93 წელი გასვათ თბილისში დარეგისტრირებული და 20 წელიწადია თბილისში ვარ. აი ამ ხნის განმავლობაში სამინისტრო მასპინძლის საპატრიარქოსაც ყავდით შეგეძლებული 5-6 თვე. არანაირი ყურადღება, კარავში ვიყავით სამინისტროს
ამიტომ რა უნდა თქვა? მე ჩემი შვილების მწვენია რომ ასე დღეში ვარ. აი ხა. იდვანი მადლობა ზალისთვის, დიდი მადლობა ქალბატონო, ნამდვილად ძალიან ძლიერ მდგომარეობაში ქალბატონ ნანას უნდა რაც. მეტად მტკივნეულია მის მოსმენა და ეს არ არის 1 2 3 ეს არის ასობით 1000 ასეთი ადამიანი მაგრამ მინდა გითხრათ რომ თუ კი ამდელ დღემდე ჩვენ ვერ მოვედით თქვენ კარამდე ეს ისე დღევანდელი ხელისუფლების ბრალია ეს თავის გამართლების მიზნით არა მე მინდა გაგახსენოთ თქვენ რომ პარტია განახლებული საქართველოს მიერ 12 მაისი აქცია ჩვენ შეკრება მოვაწყეთ ჩვეულებრივი შეკრება და მას უწოდეთ ქართულ აფხაზსა და ოლსთა შერიგების დღე და იქ დაფუძნდა ფონდი. ეს ფონდი და ვთქვით რომ ეს ფონდი დარეგისტრირდება შვეიცარიაში. ჩვენ მართლაც მოვასწარეს დარეგისტრირებულია პირველი შენატანი შეტანილია, მაგრამ დააკვირდით ისე ვის კანონ პროექტი, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში. საარჩევნო კანონ პროექტი მომხდელობაში ხელს უშლის იმას, რომ თქვენ არ იყოთ ქალბატონო იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ხართ თქვენ. მაგრამ არ დარჩა ბევრი, ძალიან ცოტა, თუ კი თქვენ სწორ არჩევანს გააკეთებთ. კიდევ ცოტა, თქვენ 20 წელი ითმენდით და კიდევ 20 დღე შეიძლება რომ მოვითმინოთ, წყალში ჩავდგეთ. დიდი მადლობა, მე მგონი ბატონი მინდია რომ შემოვიდეს ეთერში. დიახ. მოგესალმებით ბატონო მინდია. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ქართულმა დასმა და ქართული დასის ლიდერმა ბატონმა ჯონდი ბაღათურიამ და განახლებული საქართველოს ლიდერმა ქალბატონმა ნანამ წარმოადგინეს გრანდიოზული რევოლუციური პროექტები, რომელიც თქვენი ხელშეწყობით, სწორედ თქვენი ხელშეწყობით უნდა განვითარდეს და განხორციელდეს. მე ესეთ კითხვა მინდოდა დამესვა თქვენი აზრით, რა ინსტრუმენტები და მექანიზმები აქვს ხელისუფლებას, რომ ეს პროექტები არ განხორციელდეს? ხელისუფლებას რა თქმა უნდა გააჩნია ინსტრუმენტები რომ არ განხორციელდეს, მაგრამ ეს ინსტრუმენტები ჩვენი მიზანი არის 25 დღის შემდეგ ჩამოვართვათ მათ. მე რა მაქვს ფედერალობაში. ისინი ძალიან დიდ ზეწოლას ახდენენ ამ კომპანიების არა მარტო მფლობელებთან, ასევე რა თქმა უნდა იქაურ მომუშავე ადამიანებზე, რომლებსაც ემუქრებიან ეს თუ მინდია გულამ იყიდა ეს და ეს ობიექტი, მათ ესე იგი დაფიქრებათ პრობლემები ოჯახური და მის დაუჭერენ და ასე შემდეგ. მე ზუსტად მინდა გითხრათ, მინდა ცოტა ნანაკულასი ნათქვამი შევასწორო, რომ ესე იგი მენეჯმენტი გაფრთხილების იმყოფება, მათ შეასრულეს ვანო მერაბიშვილის დავალება იმისთან დაკავშირებით, რომ ესე იგი გაეკეთებინათ განცხადება თითქოს და ისინი არასრულებენ ამ ობიექტს. მინდა გითხრათ, რომ ამ ობიექტის გაკეთება მიმდინარეობს 1 წლის განმავლობაში, პარალელურად ეს პროექტი მომდიანი არის და საქართველოში აღწევს ჩიტები. ამიტომ ესე იგი მინდა თქვა, დავამხვა ცნადადებას, რომ მეყიდა ეს ობიექტი, მაგრამ ესე იგი მერაბიშვილმა პატისი თქვენიცით მეთოდები როგორი გააჩნიათ მათ არც მის მეთოდებს ეს დროებით სანამ არის ხდება ეს საკნო ეს ობიექტი ხმა წყდება ბოდიში ბატონ მინდია ბოდიში ხმა მოდის ხარვეზები და იქნებ ტექნიკურ ჯგუფს ხო რო იქნებ ხმას თავიდან გადავურეკავთ იმისთვის რომ მოხდეს ხარვეზის აღმოფხვრა მანამდე კი ზარია ისევეთაში დევნილები გააქტიურდნენ თუ შეიძლება საღამო მშვიდობისა გისმენთ დიახ ბატონო ჯონდი მე გასულ ჩართვას უყურე დიახ და მოვისმინე ახლა მე თქვენ რა თქმა უნდა თქვენ მგერა დიახ მაგრამ რა არის ის ეხლა ყველაფერს შეგვიძლია ეს კაცი რომელიც მააშენოს ხო და ეს როდის განხორციელდებადი არის თუ არა? დიახ. მადლობა, დიდი მადლობა. საერთაშორისო ზარი. მადლობა, დიდი მადლობა ზარისთვის. მინდა სრულად დარწმუნებით მინდა გითხრათ და ყველას ვისაც მართლაც ჩვენ გვენდობა ეს არის განხორციელება და ეს უნდა განხორციელდეს ძალიან სწრაფად. თუ ჩვენ შევძელით აი ესე იგი ბარიერების დაძლევა, ჩვენ გვიდა 15 სექტემბრიდან დავიწყოთ ამ პროექტების განხორციელება, ანუ არჩევნებს არ ველოდებით. და თუ ხელი შეშლა იქნა, ეს არის მაქსიმუმ 25 დღიანი მართლაც და 1 ოქტომბრის შემდგომ პირველივე დღეებში იქნება ეს პროექტები განხორციელებული.
წინა გადაცემაზე ბატონმა მინდიამ ბრძანა რომ მე მინდა სოხუმში გავისეირნო ჩემს მეგობრებთან ერთად და სანამ სოხუმში გაისეირნებს სოხუმის მეგობრებთან უნდა გაისეირნოს თავის კუთვნილ ეზოებში და ალბათ კი არა და განხორციელებადია 100%-ით. მაქსიმალური ვადა არის 8 თვე, რომელიც ჩვენ ავიღეთ იმისთვის, რომ 8 თვეში საქართველოში აღარ არსებობდეს დევნილის ოჯახი, რომელსაც არ აქვს თავისი კომფორტაბელი, კარგად მოწყობილი ბინა და სახკარი. ბატონი მინდია ხაზია. ესე იგი, რაც შეეხება ხა დევნილებზე მინდა ვინაიდან ორი ზარი შემოვიდა, მინდა გითხრათ, ასეთი აბსურდული სიტუაცია ჩვენთან ტიპებს შექმნილი. როდესაც 12 მაისს მიმდინარეობდა ზუსტად დევნილთა შეკრება ჩვენს 20 წლის განმავლობაში პირველად იყო ქართველების შერიგების დღედ გამოცხადებული 12 მაისი, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ გვეხმარებოდნენ კოორდინატორები, რა თქმა უნდა გვეხმარებოდნენ სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც ამ ღონისძიებას ასრულებდნენ. მათ ხელისუფლება გვიშლიდა ხელს ტრიბუნა ჩვენ დავაყენეთ პარლამენტის წინ ავაწყვეთ დაგვაშლევინის მიტინგამდე 9 საათი და ადრე ის 1 მეტროთი წინ უნდა გადაიტანოთ და ესეთი ხელშემშლელი მომენტები იყო, რომ ნაკლებად უფრო ხალხი შეგრებილი იყო და საერთოდ თავობა ყოველთვის მოგზაურობ ჩვენ რაც ჩვენ პარტიული მუშაობა დავიწყეთ საქართველოში და დღეს სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ლეგალურად ფული გადავუხადოთ ჩვენს კოორდინატორებს, უпроსტად თქვენ იცით, რომ ყველაფერი უნდა გადაიხადონ, ესე იგი შემოწმობიდან, ვინც ფული შემოწრა, ყველა დასაქმეს. ვინც ესე იგი 7000 ლარიც ვინ შემოწრა, იმას 70000 დააკისრეს და აი ასე შემდეგ. და მე მინდა კიდევ ერთხელ მიმართო იმ კოორდინატორებს, იმ ხალხს, ვინც არის დარჩენილი, ესე იგი, რომლებსაც ეკუთვნით თავიანთი ნაშრომი ფული 200 ლარია თუ 150 ლარია რაღაც თლიანად ჯამში ეს არ აღემატება 150,000 თუ 160,000 მე ზუსტად არ მახსოვს ეს ციფრი. მაგრამ მინდა მიმართო რომ 1 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ არავინ არ შეგვიშლის ხელს რომ თქვენ საერთოდ გაგისურვოთ და მე ვფიქრობ რომ 25 დღე არაფერი ისეთი გადამწყვეტი არ იქნება თქვენთვის 20 წელია ითმენ დამობედურებას და არ მინდა რომ ჩვენ მოვხდეთ ამ ხელისუფლების საჯარიმო მოედანზე და ისე იგი რაღაცა მოგვივიდეს და ამიტომ ხელ რო გაგცეთ ფასები ესე იგი ანგარიშის გარეშე ეს არის დიდი დანაშაული დღეს საქართველოს თქვენ იცით ბევრი დააჯარიმეთ ჩვენს დაგვაჯარიმეს და ფაქტიურად თქვენ გეკუთვნით 150,000 და ჩვენ დაგვაჯარიმეს 600,000 რომლის გადაგვახტევით ასე რომ ვთქვა აქედან გამომდინარე მინდა მიმართო მათ ხოვნით რომ ესე იგი ნუაყვებიან ვიღაცების პროვოკაციებს მოითმინონ სამი კვირაზე ცოტა მეტი დარჩა 25 დღე და ჩვენი პარტია განახლებული საქართველოსთვის არავის გვალს არ აქვს არ დაიტოვებს პირადად მაშინ ჩვენ ვიქნება უფლება ჩვენებს და გადავიხადოთ ეს ფული. ბატონო მინდია უკაცრავ შეგაწყვეტინებთ ზარია ეთერში და იქნებ თქვენ უპასუხოთ შემდეგ ზარს. საღამო მშვიდობისა გისმენთ. ალო. დიახ. გამარჯობა. მოგესალმებით გისმენთ. ბატონო ჯოჯი თქვენ ახალშია შეგიკვა. დიახ. ჩვენას გავაკეთებთ, კარგად რომ მოგესმინათ, მოისმენთ, იმიტომ რომ პრეზენტაცია გქონდა ახლა ესეთ საკმაოდ ხარისხიანი ესე PowerPoint-ში. თუმცა მაინც გაგიმეორებ, ჩვენ ახლა საუბარი გვაქვს ბატონ მინდიასთან, სწორედ იმაზე რა თქვენ გაინტერესებთ, თქო გვიან ჩაერთეთ. და სატარიფო პოლიტიკა არის პირველი ნაწილი ჩვენი დღევანდელი თემის, სადაც ჩვენ ვცდილობთ ახლა და განახორციელებთ კიდეც 23 თეთრი გახდეს 51 წლის ნაცვლად გაზის ტარიფი, წყლის ტარიფი 3 ლარი და 15 თეთრის ნაცვლად გახდეს 1 ლარი და 75 თეთრი, ელექტროენერგია 10-დან 12 თეთრამდე გაიაფთეს და 8 თვის განმავლობაში 8 თვეში არც ერთი დევნილი არ დარჩეს უსახკარო. დღეს ჩვენ ამ 4 თემას ვილაპარაკობთ, თორე ჩვენ ბევრი კიდე სხვა თემები, რომელიც ძალიან პოპულარულია და ხალხი ძალიან კარგად ისწრებს. ბატონო მინდიას, დიახ. ბატონო მინდია თქვენთან არის ზარი, თუ შეიძლება შემოვიყვან თქვენის ნებართვით. ცოტა ხმამაღლა იქნებ, ცოტა ხმამაღლა. გამარჯობა ბატონო მინდია. გამარჯობა. აი მე ვარ ახალიდან დევნილი. მოხარული ვარ თქვენი გამოჩენით ამ ასპარეზზე. ძალიან დიდი მადლობა
მადლობა ყველაფერთვის, რაც გინდათ გავაკეთოთ დევნილებისთვის. მე იმ კატეგორიის დევნილი ვარ, ვისაც აქვს სახკარი, მაგრამ ორგანო არის გარდა, არაფერი არ მიუღია თავრობისგან. ჩვენ რა შეიძლება გასახის კომპენსაცია გვაქვს დევნილებს. მადლობა ზარისთვის. ჩვენ დევნილებისთვის შევიმუშავეთ ჩვენ სახელმწიფოსგან განსხვავებით გვინდა ვთქვათ რომ დევნილებს არ დავტოვებთ ქუჩაში რომ თქვენ სურათებიც ნახეთ როგორ ყრიან როცა უნდათ მაშინ საახალწლოდ ზამთარში ზაფხულში არ ვიცით ასახლებენ ერთი ადგილიდან მეორე ადგილში ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გვინდა მათი სახკარის ამბავი ჩვენი დევნილების სახკარის ამბავი საერთოდ დავყუროთ ესე იგი 7-8 თვის განმავლობაში ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენი ფონდიდან რომელიც დაარსებული არის ეს ფონდი 12 მაისს ზუსტად ამისათვის იყო შეკრებილი ხალხი და გამოცდა და აფხაზი რუსები და ქართველების შერიგების დღე მინდა გითხრათ რომ ჩვენ ყველა ადამიანს უნდა ვუყიდოთ სახკარი იქ სადაც ისინი ცხოვრობენ და არა იქ სადაც ჩვენ გვინდა და როგორც თავობას სურს ისე ეს პირველი მეორე რით შეგვიძლია თქვენ რომ დაგეხმაროთ პირველი იმით მინდა დაგეხმაროთ რომ ჩემი შესაძლებლობები და ჩემი გუნდის შესაძლებლობა არის იმით ავართ ჩვენ ძლიერი რომ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ იმაზე როგორ დავბრუნდეთ ჩვენ სახლებში როგორ დავბრუნდეთ ჩვენს აფხაზეთში როგორ დავბრუნდეთ ჩვენს ოსეთში სამაჩაბლო მხედველობაში როგორ გავაკეთოთ ეს როგორი მეთოდით უნდა ვიმუშაოთ ჩვენ ისიც გიგამომუშავეთ რომ პირველ ეტაპზე გვინდოდა რომ სასაფლაოზე წასულიყო დაღუპული შვილების მოსანახებლად და მშობლები მაგრამ ამ თავრობამ მიიღო ისეთი კანონები რომ ჩვენ არაფრის საშუალება არ აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ჩვენ ესე იგი გავხსნით გზას ჩვენ რა თქმა უნდა არ შეურიგდებით არასოდეს რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ეს არ არის საქართველოს ტერიტორია ჩვენ ტერიტორიულ ხელობაზე მშვიდობიანი გზით ვიბრძოლებით ჩვენ ესე იგი დავარწმუნებთ რუსეთის მხარეს რომ იქ მყოფი ჯარები რომელიც არიან დღეს განლაგებული აფხაზეთში და ოსეთში მათ იქ საჭიროება არ არსებობს არ არის ვინაიდან თუ ჩვენ ის ჯარი არ გავიყვანეთ იქიდან ჯარი რომელიც უკანონოდ აბსოლუტურად უკანონოდაა ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე და ოკუპირებული არის ჩვენი ტერიტორიები მინდა გითხრათ რომ ესე იგი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში რუსული მოსახლეობის რაოდენობა აფხაზეთში მიაღწევს დაახლოებით 50000 რატო ვინაიდან იქ მოდიან სამსახურში კონტრაქტით ოფიცერები რომლებიც რა თქმა უნდა შემდეგ იქ რჩებიან მათ ჯახები ყავს შვილები ყავს და ესე იგი ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე ესე იგი ფექს მოიდგამენ და მე არავის წინააღმდეგი არა ვარ მე ვარ წინააღმდეგი ერთი რამის რომ მე მინდა ყველა დევნილი ყველა აფხაზეთელი ყველა სამაჩაბლოელი დაბრუნდეს თავთავის სახკარს და ამისათვის ჩვენ არ მარტო უნდა ვიხმაროთ ჩვენი შესაძლებლობები მატერიალური ჩვენ ჭკუაც უნდა ვიხმაროთ რუსეთთან იმიტომ გვაქვს კარგი ურთიერთობა უნდა გამოვიყენოთ ეს ურთიერთობა რომელიც პირდაპირ ესე იგი მინდია გულას გააჩნია უნდა გამოვიყენოთ და მინდა გითხრათ რომ ამის რომ არ მქონდეს ამის შანსი და რომ არ მქონდეს ამის იმედი მე ამ საქმეს საერთოდ ხელს არ მოკიდებდი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიები ლაპარაკობენ მარტო სოციალურ პრობლემებზე რატომ არის ეს იმიტომ რომ საქართველოში გამოკითხვის და კვლევების შემდეგ პირველ ადგილზე გავიდა მაჩვენებელი რომ ესე იგი საქართველოს მოსახლეობას მეტნაწილად აინტერესებს სოციალური და დასაქმების პოლიტიკა მეორე და მესამე ხარისხოვანი გახდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეს არის ყველაზე დიდი უბედური ამბავი ჩემთვის როგორც სოხუმელის ამიტომ მე მინდა გითხრათ რომ ესე იგი დასაქმების და სოციალური ჩვენ რა თქმა უნდა ხელს ვკიდეთ და პრიორიტეტებს ვაძლევთ მაგრამ ჩემი პრიორიტეტი სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით მინდა გითხრათ ეს არის ჩემს სოხუმში დაბრუნება ჩემს მშობლიურ აფხაზეთში დაბრუნება რას ვკიდებ მინდა გვაკვირდება რომ თქვენ დაბრუნდებით თქვენ სახლებში მე ამას თქვენ ეს რა დაგუძდეს კომპენსაციების გადახდა თუ რა ყველაფერი აი ბოლო კოსტუმსაც გავეხდი იმისათვის რომ და მოახმაროთ ჩემს სამშობლოს ოღონდ იყოს ჩვენი სამშობლო ერთიანი და მშვიდობიანი ბატონო მინდია ისევ ერთი ზარია თუ შეიძლება რომ შემოვიყვანოთ მაყურებელს უნდა თქვენთან დაკავშირება მოგესალმებით ცოტა ხმა მაღლა მოგესალმებით ბატონო მოგესალმებით ის მიერ მოულენილო ბატონო მინდია უფალ თხოვდი მე და ჩემ ოჯახს საქართველოს მე თქვა ცენტრის მადლიერება რაც
მადლობა ზარისთვის, დიდი მადლობა. დიდი მადლობა მადლიანი ქალბატონი ბრძანდებით და ბატონო მინდია კიდევ ერთი შეკითხვა აქვს თქვენთან თქვენის ნებართვით ისევ შემოვიყვანთ. საგარელის ქუჩა ნომერი 24 საბურთალოზე, ან კანდელაკის ქუჩა 31, ან ვაჩენაძის ქუჩა ნომერი 7, ან ყველა ოფისის მისამართი არ მაქვს, მაგრამ მოდი ეს არის ცენტრალური ოფისები და აი მოვზანდით და ხვალ მოხდება პრეზენტაცია ახალი ოფისის დავაანონსი. სხვათა შორის ხვალ 12 საათზე გვექნება პრეზენტაცია ახალი კიდევ ახალი ოფისი, ახალი შტაბის, აქვე იქნება წარდგენა ვაანონსეთ უკვე. წარდგენა იქნება დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ძალიან ძლიერი და კონკურენტული და თავარია კარგი პატრიოტი ქართველი ადამიანის და შეგიძლიათ იქაც მოვზანდეთ. კიდევ ერთი ზარია თქვენის ნებართვით არ წყდება ზარად. მოგესალმებით. აი, რაღაც კაცები დახიარო დასაქმების პროგრამას გადაწყვეტენ მცირე ბიზნესის და სესხების მეშვეობით. მოგეხსენებათ, ეს ეტაპი საქართველოს გაიარა უმეტესობას სესხია გადაგული მცირე ბიზნესი, რომელიც ვერ ვითარდება, იმიტომ რომ სტეცალობები უნარი ხალხს არ აქვს. და მე და შემიძლია უმუშევრებ ესეთი ბაზრი გვაქვს და დასახსენ. თუ არ შეიძლება საქართველოში დიდი საწარმოები, სადაც ქალებიც მუშაობენ, მამაკაცებიც მუშაობენ, ისე ჩემი აზრით ეკონომიკური ცნობა ვერ იქნება, იმიტომ რომ მცირე ბიზნესმა ვერ გაამართლა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში. მადლობა, ძალიან კარგი შეკითხვაა, სხვათა შორის ბატონ მინდიასთან ვისაგებთ, ხო ბატონ მინდიაც არის ჩვენთან ერთად ეთერში. ჩვენ გვაქვს ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელსაც ქვია სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი. ეს პროექტი არის მომზადებული 2010 წელს, მაგრამ ეხლა ბატონმა მინდიამ ამ პროექტს შეძინა ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც რაც ნიშნავს, რომ გარანტირებულად საქართველოში იქნება 9 მილიონზე მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი. ეს ახალი კომპონენტი ნიშნავს იმას, რომ ასე იგი ბატონ მინდია გეგმავს ინვესტიციების განხორციელებას და ასევე მოზიდვას სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელ წარმოებაში. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთაც შეიძლება ადგილებს არა მარტო თბილისში რაღაცა მარტო მეტალურგიული ქარხანა ავაშენოთ, არამედ რაიონებში, მაგალითად დასავლეთში იმერეთი მიაქვს ტყემალს და რაღაცი ხილს და გორის ვაშლი და ქუთაისის მწვანილი და კახეთში ატამი როგორ ფასი 25 თეთრად იყიდებოდა, რატომ? იმიტომ რომ ჩვენთან არსებობს გამამზადებელი საკონსერვო წარმოება და ეხლა თუ ვინმეს ესმის დედამიწის ზურგზე ბიზნესი როგორ უნდა გააკეთო და ანუ ესე იგი ადამიანის სამუშაო როგორ უნდა მისცე, ეს არის მინდია გულუა და ამიტომ ბატონო მინდია სადაპირებთ, ანუ ინვესტიციების ჩადებას ამ როგორც გავიგეთ, აპირებთ სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაში და ზუსტად რო უთხრათ მოსახლეობას, რა სამუშაო ადგილებს პირდება ეს თქვენი ინვესტიციები ქართველებს, ქართველ მოსახლეობას? მე მინდა გითხრათ, რომ არა მარტო სოფლის მეურნეობაში იქნება ინვესტიციების განხორციელებული. ჩვენ უნდა ჩავატაროთ რეფორმები სხვადასხვა დარგში, როგორც ისეთი მთავარი დარგი, როგორიცაა განათლების საკითხიც. განათლების საკითხის რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება საშუალება რამოდენიმე დღეში ეთერში ჩვენ ხალხს განუცხადოთ ჩვენი გეგმა, როგორ შეგვიძლია განავითაროთ ეს დარგი. ჩვენ ვიცით, რომ საერთოდ განათლების სისტემა ამ ხელისუფლება მოშალა. მათ არ აინტერესებს განათლებული ქართველი, მათ აინტერესებს დეგრადირებული ქართველი. რაც შეეხება ახლა უბრუნდების თქვენ შეგვითხრა სოფლის მეურნეობის შესახებ, მე რამოდენიმე დღეში წარმოვადგენ, ეს იქნება 15 სექტემბრამდე, წარმოვადგენ რამოდენიმე კომპანიასა და ჩემ შორის დადებულ კონტრაქტს, ჩემი კომპანიის შორის დადებულ კონტრაქტებს, რომელიც მოხმარდება ეს გაშენდება საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა კუთხეებში, ესე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. მინდა გითხრათ, რომ ეს მოიცავს 11-ვე რეგიონს, საქართველოს 11-ვე რეგიონს და იქნება
როგორც გადასამუშავებელი ქარხნები აშენებული, ასევე ჩაის ფაბრიკები აშენებული, ასევე მევენახეობაზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება საფრანგეთის წარმომადგენლები ჩამოგვიდნენ, რომლებიც გააშენებენ ვენახის პლანტაციებს ახალი ტექნოლოგიებით. ასევე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, რომ ჩვენ არა მარტო ჩვენ გუშინ წინ 4 სექტემბერს მივიღეთ საშუალება იმის, რომ რუსეთში შემოვიტანოთ ბორჯომი და შემდეგ მოხდეს მისი რეალიზაცია. ასევე ჩვენ მინდა ახლოს დღეებში გავახარებთ კახეთის მოსახლეობას, არა მარტო კახეთის, მთელ საქართველოს. არ აქვს ერთი რეგიონის გამარჯვება, მთელი საქართველოს გამარჯვება არის. ასე რომ მათი ღვინოები წამოვა რუსეთის ფედერაციაში, მე რამოდენიმე დღეში მეკდება ეს ქაღალდის გამოწევაზე არის თითქმის გამოსული. რაც შეეხება IBC-ის კომპანიას, რომელიც მფლობელი არის ბორჯომის ქარხნის 75%-ის, მათ შეემხათ რუსეთში გუშინ ყველგან ერთდროულად 11 ობიექტზე ჩხერებები ჩაუტარეს. ეს არის ბერეზოვსკისთან დაკავშირებული კომპანია. მათ თუ უნდათ ისინი ხიდიდნენ თავის ობიექტს $560 მილიონ. თუ მათ სურთ თავიანთი ობიექტის გაყიდვა, მე მზად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მათ პრობლემები შეექმნათ რუსეთში, მზად ვარ დამიკავშირდნენ, აქვთ მათ საშუალება როგორ დამიკავშირდნენ და ესე იგი გავმართო მოლაპარაკება, რომ შევისყიდო ეს კომპანია და საქართველოში დაარჩეს. მე მინდა რომ არის 17 ობიექტი საერთოდ, რომელიც გასვისებული არის, ეს არის სტრატეგიული ობიექტები საქართველოს, სხვადასხვა აფშორული კომპანიების გზით არის გასვისებული და მინდა ეს რამე უფრო დაუბრუნდეს საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს ხალხს და მოხმარდეს ჩვენებს. ესე იგი, ვინაიდან მთავარი მოგება საერთოდ განასახადი იხადება, ყველაფერი არის აფშორულ კომპანიებზე გადადის გარეთ. და ფაქტიურად ესე იგი ეს კომპანია არაფერ კამონს არ არღვევენ, მაგრამ ეს როგორც თქვენ მარჟა, რომელიც რჩება, ბატონღაც საქართველოში კი არ რჩება, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ. და მერაბიშვილი, რომელიც იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მოსდევდა თითო ლარს და თითო კაპიქს თეთრს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი საქმის კურსში არის და ყველგან ალბათ ღებულობდა თავის კორუფციულ სქემებში იყო მაგი გარეული. ეს ამაშიც ვარ დარწმუნებული. ეს მომენტებიც არ იქნება. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის, ჩვენ გვაქვს გეგმა როგორ ავამუშავოთ სოფლის მეურნეობა და ყველა სხვა დარგები. მაგრამ მე როდესაც ვუსმენ ჩვენს კოლეგებს სხვა პარტიებისგან, არავის არ დავასახელებ, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ ჩავდებთ $1 მილიარდ, ჩვენ ჩავდებთ $100 მილიონ. მე მაგალითად შემიძლია გელაპარაკოთ ნებისმიერ თემაზე. აი, შეკითხვა მაქვს, რო ჩადებ $1 მილიარდ, რაში ჩადებ, რას მოახმარ, როგორ გააკეთებ. სააკაშვილოს ჩავდო 12 მილიარდი 9 წლის განმავლობაში, მაგრამ რა გააკეთა სააკაშვილმა, ვალი დაუტოვა ჩვენ თაობას, სააკაშვილმა, ესე იგი, დაგვიტოვა გაუბედურებული საქართველო, 2 მილიონიანი, ესე იგი, გაღატაკებული ქართველი, გაქცეული ქართველები, სააკაშვილმა ტერიტორიულ მთლიანობას საერთოდ თქვენი ციტყოთ ტრაფარები რომ აფხაზეთი ეწერა ისიც მოხსნეს, ესე იგი, საერთოდ ყველაფერი რაც სააკაშვილის დროს გაკეთდა, ეს არ გაკეთებულა მინდა გითხრათ შევარლაძეს დროს. ესე იგი, მე სარგებლო მომენტიდან მინდა ერთი რაღაცა მთავარი საკითხი ვთქვა. მე ვიცი ზუსტად, აღწმუნებული ვარ, ინფორმაცია არის ზუსტი, სააკაშვილი ატყობებს მოლაპარაკებებს, როგორ გადააბაროს ხელისუფლება, ერთ-ერთ იმ მოლაპარაკებ მხარეს, რომელზეც ესე იგი ამერიკელებიც არიან ჩართული და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, ბატონო მიხეილ სააკაშვილო, საქართველოს პრეზიდენტო, თქვენ ესე იგი თქვენი მოლაპარაკებები როგორც კი დასრულდეს, მას არავითარი შედეგი არ იქნება. პრაქტიკულად ის ვერ გახორციელდება. თქვენ ვერ გადააბარებთ ამ ხელისუფლებას. ისე თქვენ როგორც იმიტომ რომ თქვენ იქნებით ესე იგი დასჯილი, თქვენ იქნებით დასჯილი საქართველოს მოსახლეობის წინაშე, თქვენ იქნებით საქართველოს კანონით, როგორც წესი და რიგი არის, ესე იგი თქვენ საქართველოს წინაშე, თქვენ და თქვენი გუნდი. როგორც კი მნიშვნელობა. თქვენ იმ ადამიანს არ ლაპარაკებით, ვინც გადაგიწყვეტავთ თქვენს პრობლემებს. ეს იცოდეთ, მე პირდაპირ გავხსნით, რომ თქვენ გათხოვებენ. ეს მინდოდა მესარგებლა მომენტი და მე თქვა მიხეილ სააკაშვილისთვის. ბატონო მინდია, თქვენი გამოჩენის მერე ბევრ დევნილს ჩაესახა იმედი და ერთ-ერთი დაიმედებული დევნილი გვიკავშირდება თქვენთან და დაკავშირება. დიახ, გისმენთ. ხო, გამარჯობა ბატონო მინდია, მე დიდი სიამოვნებით, დიდი იმედით გისმენთ. მე ვარ გამოყრილი დევნილი, მათ
რადგან დაკარგული. დღემდე რევოლუცია 20 წელია ჩვენთვის აი კერძო ცხოვრების დილებისთვის ვინა ვერ გამოიყო. გამოვყარეთ ასეთი იმედი, სადაც იქ სადაც იხავით. სამსახური ჩვენთვის არ არის, საპატრიარქოში, პატრიარქაში ვიყარა, კარაში ჩვენა ვარ და ძალიან ხო, ამათ არ თომის მონაწილე იციან, არც რატო დაიღუპა ამ ომში და რატო უნდა ისარიციან, აი მე დიდი იმედი გიყურებ და გისმენდა, ხო, რომ აი ეს დევნილებს კომპაქტურია თუ წერდა იმას, კომპაქტურია სასახლებული ხონდა, ამოჩენებული და ერთი და იმ ობიექტს ანახებდა და კერძო ვაში არიციან, ჩვენ ვაში დევნილები ვარ ხოლმე ესე დღემდე ვერ გაგვიგებია, ჩვენი ხონა ისნება, ჩვენ ძალიან ვიყვარხართ, ჩვენ უფრო შევკივა გული ჩვენზე, ჩვენ დევნილებზე და დანარჩენი ეხლა უკვე თქვენზე იყოს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ზარისთვის. მადლობა ეს შეიძლება ესე იგი მინდა მიმართო ყველა დევნილებს. ჩვენთან დევნილები საქართველოში არის დაახლოებით 250,000 ადამიანი. არიან ადამიანები, რომელსაც საქართველოს რაღაც ბინა გაუფორმა, რაღაც ბინა როგორ ქვია მასაც, ესე იგი რაღაც ფართობი გაუფორმა რაღაცას და ესე იგი 28 ლარს უხდის და დევნილი ფიქრობს, რომ ეს 28 ლარიც არ დამკარგო და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მე მინდა გითხრათ, თუ თქვენ გააგრძელებთ ესე იგი ხმას მისცემთ ხელისუფლებას 5 ნომერს, მე მინდა გითხრათ, რომ 20 წელი კი არა, მთელი ცხოვრება დარჩებით ესე იგი ასეთ მდგომარეობაში. ერთხელ გადავდით ნაბიჯი. მე ვარ სოხუმელი ადამიანი. ერთადერთი სოხუმელი ადამიანი ვარ, რომელიც მოწადინებული ვარ დაგაბრუნოთ ყველა თქვენს ქალაქებში. არა მარტო სოხუმში, არამედ დაწყებული ესე იგი ინგურის ხიდიდან დამთავრებული ფსოუს ჩათვლით. და ასევე სამაჩაბლოს დევნილებსაც ეხება ეს რა თქმა უნდა. არა აქვს მნიშვნელობა ეს აფხაზეთელია თუ სამაჩაბლოებიდან არის. ესე იგი მე ვარ თქვენი მოტივირებული ადამიანი. თქვენ ისეთი მოტივირებული ადამიანი ვარ, რომ თქვენ უნდა დამეჯეროთ მე. სხვა გზა არ არსებობს. თქვენ უნდა მისცეთ ჩვენს პარტიას და თქვენ უნდა გადაწყვეტეთ 23 ნომერი შემოხაზოთ და პარტიას ჯონდი ბაგათურია ქართული დასვლა მისცეთ. იქ სადაც ჩვენი მაჟორიტარები არიან, პროპორციული გარდა თქვენ უნდა მისცეთ მაჟორიტარებსაც. ჩვენ უნდა ყველა ესე იგი პარლამენტში რომ გავიმარჯვოთ, ჩვენ უნდა ჯარში ოპოზიციურმა ძალებმა უნდა მივიღოთ კონსტიტუციური უმრავლესობა, რომ შემდგომში იმპიჩმენტი გამოუცხადოთ პრეზიდენტს, პრეზიდენტი კონსტიტუციური გზით იყოს გადაყენებული და შემდეგ გასამართლებული მის გუნდთან ერთად. ჩვენ თუ ამას ერთად არ გავაკეთებთ და ხმებს გადავანაწილებთ ზოგი ერთ, ზოგი მეორე, ზოგი მესამეს, თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ თქვენ. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უпростоრად არავინ არ დაგეხმარებათ ისე, როგორც ესე იგი მე. რატომ თქვენთან ერთად ასაკში არ დამეცვალა мама. 21 წლის ასაკში ვიბრძოდი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისათვის. არასდროს არ მიმიტოვები. არასდროს მიუხედავად რომ დაბადებიდან მდიდარი ვიყავი, იმიტომ რომ мама ჩემი იყო მდიდარი. შემდეგ ყველაფერი აგვართვეს ომმა ჩვენს ოჯახს და ნულიდან ყველაფერი დაწყებული, მაგრამ мама ჩემის გაზრდამ, დედაჩემის ესე იგი გაზრდამ ყველა ოჯახმა რა უამართლა მასა რაც ყველაფერი ხო პოტენციალი ჩემი სოხუმის აერი ყველა ეს პოტენციალი და მომცა ის ღმერთი კიდევ ერთხელ მომცა შანსი რომ გამდიდრებავი და რაღაცა გამეკეთებინა ჩემი სამშობლოსათვის. ძალიან ბევრი შეკითხვები იბადებასთან დაკავშირებით. რა საკეთებ ინდია ესე იგი აქამდე დღემ იმიტომ რომ ზოგიერთი მაგალითად ჩემი კოლეგა ესე იგი აკეთებდა ეკლესიას აშენებდა ამას აკეთებდა ფილანთროპო ასე რომ ვთქვათ ხელოვნებას ეხმარებოდა. მე მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვით ჩემზე ძალიან მეუხერხულება, მაგრამ მინდა ვთქვა სხვა გზა არ არსებობს. იმიტომ რომ ძალიან ბევრს აინტერესებს მე სხვადასხვა რეგიონებში ვიყავ საქართველოს და პოლდური სრული ლაპარაკი მიმყავს. მინდა გითხრათ რომ მე ვარ საქართველოში ესა რუსეთის ფედერაციაში 53 რეგიონში გავხსენი ფილიალები, სადაც გავხსენით სკოლები. ჩემი პარი მიზანი იყო რომ როდესაც ბავშვები აქ არ სწავლობდნენ ქართულად, ჩვენი ოჯახებში პრაქტიკულად 90% არ სწავლობდა. იქ არ სწავლობენ რუსულ ენას. ხო და ბებია და ბაბუას ან და მის ბიძაშვილები ერთმანეთს როგორ დაელაპარაკებოდნენ რა ენას, ინგლისურ არ. ამიტომ ჩემი მთავარი მიზანი იყო რომ ბავშვებს ქართული ენა ესწავლათ, არ დაეუწყებინათ თავიანთი წესები და ჩავდნენ და თავიანთ ახლობლებთან რომ ქართულად დაელაპარაკებინათ. აი ეს იყო ჩემი მიზანი, ამიტომ საკუთარ
ხმას ხარვეზია ისევ ბატონ მინდია ბოლის გიხდით. ხმის ხარვეზია ხელახლა და ამანამდე ზარი შემოუშვა. ბატონ მინდიას სრულიად პატრიოტული მიზნები მოძრაობდა რუსეთში, მიუხედავად ისა აქ ვერ ჩამოდიოდა. ისმენ დიახ. ბატონ ჯოდი, ფრენდანაც და მინდიას, ბატონ მინდიასთან. თუ ვარ სოციალურად დაუცველი პენსიონერი, რომელსაც არავითარი არც ახკარი გამაჩნია და არაფერი სხვის ეზოში რკინის ვაგონში ვარ შესახლებული. ეს ჩვენ დავობა პირდება და არაფერს არ მაძლევს. აი ესეთ ხალხს რა გვეშველება, რომელსაც არც ახკარი არ მაქვს და ვარ აი სოციალურად დაუცველი მეტიზრის დაზარალებული და აგრეთვე პენსიონერი. თბილისელი დევნილები. ეს პასუხი რა ძალიან დიდი ბოდიში ბატონო ჯოდი. დიდი მადლობა ზარისთვის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ეს რაც ვლაპარაკეთ ეხება დევნილებს, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ გეგმავთ სოციალური მშენებლობები, რაც ეხლაც მიმდინარეობს, მინდა გითხრათ, მაგრამ ესე იგი ძალიან ნელი ტემპი არის სოციალური ბინების მშენებლობა. აი ეს არის გამოსავალი იმ პრობლემისგან, რომელიც თქვენ გაგვდა ძალიან ბევრს აქვს. და არა მარტო იმიტომ რომ მიწისძვრით დაზარალდა, არამედ ძალიან ბევრს ბანკმა სახკარი გაუყიდა. ჩვენ გეგმავთ, რა თქმა უნდა, რომ აი ეს პრობლემური ვალები სხვათა შორის ამ ფონდზეც მივიდოდა რომ გვესაუბრა. მინდია გულვას უნდა რომ დაფუძნდეს ფონდი, ისი მოცულობა უნდა იყოს 2 მილიარდი ოდენობის, რაც ერთის მხრივ შეგვაძლებინებს რომ ბანკებისაგან ეს პრობლემური კრედიტები გამოვისყიდოთ, ანუ ხალხის ქონება გადავარჩინოთ დაყადაღებას, გაყიდვას, ან და თქვენსავით უსახკაროდ არ დარჩეს ადამიანები და მეორე მხრივ ეს ამხელა ფულადი რესურსი ბანკებს მისცეს საშუალებას, რომ ფულადი საბანკო პროდუქტები გააიაფონ და დაახლოებით 5-6%-მდე დავიდეს. ეს რა თქმა უნდა იქნება დამატებითი სტიმული ეკონომიკის განვითარებისთვის და სამუშაო ადგილების შექმნისათვის. ბატონო ჯონდი სახუმელი ქალბატონი გვიკავშირდება. საღამო მშვიდობისა გისმენთ. დიახ. დიახ, როგორ სწავლობდა მინდია თქო მინდოდა მე კითხა. ბატონი მინდია ჩვენთან არის ხაზზეა. ბატონო მინდია. ბატონო ჯონდი. როგორ სწავლობდი მინდა გითხრათ რომ წარჩინებით სწავლობდი. ჩემი და უკეთესად სწავლობდა, ჩემი და სრული პროფესორი არის თქვენი ცით საერთოდ ჩვენი ოჯახი ნასწავლი ოჯახია და დიდი მადლობა მინდა ჩემ მშობლებს ვთქვათ, რომ ჩვენ მოგცად ნიჭი განათლება და ის და პლუსები რაც ჩვენ გაგვაჩნია, რაც მინუსები გაგვაჩნია, როგორც იტყვიან, არ მოусმინეთ თავის დროზე ჩვენ. დიდი მადლობა არა მაგრამ მშობლებს, არამედ პედაგოგებსაც მინდია. ბატონო არა მარტო მშობლებს, არამედ პედაგოგებსაც, რომლებიც დაგიკავშირდნენ, განათლება მოგცეს და კიდევ პედაგოგებს ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი ძალიან მიყვარს ჩემი პედაგოგები. მინდა გითხრათ რომ მე 17-ე სკოლა მართლა წარჩინებით დავამთავრე, მაგრამ მინდა გითხრათ არაჩვეულებრივი კლასი მყავდა, 26 ვიყავით კლასში და 26-დან 13 ადამიანი იყო მედალოსანი. აი ასეთი კლასი იყო ჩვენი. მინდა ასევე ვთქვა რომ 26-დან ერთი დაგვეღუპა ომში ზურაბ ნარმანია აცხონოს სული ღმერთმა. მე ესე იგი მინდა გითხრათ ეს იყო ფრიადოსანი ბიჭი, ხუთოსანი, უმამოდ გაიზარდა, მამა დაეღუპა უფრო ადრე ვიდრე მე. და მინდა გითხრათ რომ ესე იგი ძალიან მინდა ჩემი მეგობრები, ჩემი თანაკურსელების სასაფლაოებზე, რომელიც ჩვენ ერთად ვიბრძოდით აფხაზეთში, მინდა მათ სასაფლაოებზეც მივიდე. ეს ჩემი ცხოვრების მიზანი არის. ამიტომ ჩემო დევნილებო, ძალიან გთხოვთ, როდესაც თქვენ რაღაცას გთავაზობენ, ან რაღაცა დროებით რაღაც ყურადღებას გაქცევენ, ამას გაგიფორმებთ, იმას დაფიქრდით. ეს ღირს ერთი დღის გულიზე, თუ თქვენ, ესე იგი, გინდათ მომავალი თქვენ შვილებს გქონდეთ, დაფიქრდით და გააკეთეთ სწორი არჩევანი. თქვენ ხართ 257,000, თქვენ მოდით ყველა ვისაც შეგიძლიათ მოხვიდეთ, ვინც და მისცეთ ჩვენს პარტიას ხმა. ჩვენ არ ვიბრძვით ბარიერის გადასალახად. მინდა პირდაპირ რომ გამიგო. ჩვენ ვიბრძვით რომ ჩვენ პარლამენტში უნდა ვიყოთ ძალიან კარგად, ძალიან დიდი ხარისხი და ძალიან წარმოდგენილი. უმრავლესობით. ასევე მაჟორიტარების მხრივ.
ამიტომ თქვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ასევე მინდა მიმართო მეომრებს. 32 სიყვარული და ჩვენს და მათ შორის ჩვენი ბრიგადაში დაახლოებით 8000 ადამიანი. მე ვიცი რომ უკაცრავად ბატონო მინდია. ისევ ხის ხარვეზია და ამასობაში არის ბატონ მინდიას უკავშირდება ისევ სოხუმელი ქალბატონი. სოხუმელები რეკავენ. მე ორი ძმა ვარ და უბრალოდ და კარგადიცი ჯონის და ყოველთვის გამოდივა ესეციდა მინდა წინასწარ მოვილოცოთ გამარჯვება მადლობა რადგან 28 ლარიანი დახმარების მეტი არ აღიაროთ უფალმა ამ ხელისუფლებას ჩვენ ისე დაგვაჩანაგეთ გაგვანადგურეს მაგრამ სულიერად ამაღლებულები ვართ ამიტომ წინასწარ გილოცავ ძმა დადასმაზე უკეთესი რა არის და ღვთისმშობელი იყოს თქვენი ფარმელი საუკუნო დაგროცოთ უფალმა გაიხარეთ, დიდი მადლობა ღმერთმა გაიხარო და გაგამრავლოთ ამრავლოს თქვენს ბატონ მინდიას მეომრებისთვის უნდა მიემართათ, რომ გამოვიყენოთ ეს პატარა დრო. ბატონო მინდია? მე მინდა მართო ეს მეომრებს, ვინც აფხაზეთში ომობდა, ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ ჩვენი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, მაგრამ სამწუხაროდ პოლიტიკოსებმა წაგვაგებინეს ეს ომი. ძალიან წაგვაგებინეს, გაგვაიარაღეს და თქვენ იცით რაც მოხდა ყველაფერი. მაგრამ მე თქვენთან ერთად ვიყავი. მე ბოლომდე ვიყავი ჩემი მეთაურის გენერალ გენო ადამიანის გვერდით. ეს იცის ძალიან ბევრმა მიყუმარმა, ეს იცის ყოფილმა თავდაცვის მინისტრს ბატონმა გია ყარყარაშვილმაც. მაგრამ ასევე ჩემი მეთაური ჩამოასვენა თბილისში 4 თვის შემდეგ მოუძებდა მისი ცხედარი ჩამოასვენა და მიწას მივაბარე. მინდა გითხრათ რომ არასოდეს ჩემ ცხოვრებაში არა ადამიანურად, არა კაცურად, არა ვაჟკაცურად მე არ მოგწეულობა. მე ვიცი რომ არ არსებობს ერთიანი მეომართა კავშირი. არის სხვადასხვა კავშირები. მინდა გითხრათ რომ თქვენ მეომრებო, ჩემი სახით გეყოლებათ და გყავთ ისეთი მეგობარი, ძმა, თანამებრძოლი. ჩვენ ომში ერთად ვიყავით და არ მგონია რომ თქვენ სწორ გადაწყვეტილებას არ მიიღეთ. ამიტომ მე მინდია ვუყირდებით, როდესაც იქნება უახლოეს დღეებში არჩევნები, 1 ოქტომბერი იქნება, თქვენზეც იქნება პროგრამა გათვალისწინებული, როგორც ვედენებისთვის. ვინც არიან დაჭრილები, მათთვის ცალკე პროგრამა იქნება გაკეთებული. ეს იქნება სახელმწიფო მასშტაბის პროგრამები. ამიტომ მინდა რომ არა გული ტვინი და ჭუით გააკეთოთ, ესე იგი გადაწყვეტილების მიღება. არა. თქვენ ოჯახი, თქვენი შვილები უკვე არიან 20 წლის შვილები. ამიტომ ეს უნდა გადაახდეს 3-4-ზე და თქვენ ხართ მთელი ასოციაციანია. ხმის ხარვეზია, როდის გიხდი აღარ მოდის თქვენი ხმა. ბატონ მინდიას მე მგონი რომ დავემშვიდობოთ პატრიოტული ნოტით და ჩვენ რო დიდი მადლობა ჩართისთვის და კიდევ ერთი ზარია შემოუშვათ, ნუ გახვალთ ეთერი და მოусმენთ ისევ თქვენ გიკავშირდებიან და მოგესალმებით. მადლობა, დიდი მადლობა ზარისთვის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. შევაჯამოთ ქალბატონანა ძალიან მოკლედ. ზუსტად 1 წუთი დარჩა ეთერი და მიხარია რომ ამდენი ტელემაყურებელი ჩაგვერთო, იყო ესეთი გამოხმაურებები, ეს რწმენა, იმედი, მეტ სტიმულს მოგცემს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ თქვენთან ერთად გავიმარჯვებთ, დაბრუნდებით აფხაზეთში, დაბრუნდებით სამაჩაბლოში, საქართველო გაძლიერდება, გამძლიანდება და გაბრწყინდება, რითაც დავიწყე. დიდი მადლობა ყველა ზარებისათვის და საჭიროების შემთხვევაში დაგკავშირდით. 14-04-34 ან მოგზავნით საგარელის 24 ნომერში ჩვენს ცენტრალურ საარჩევნო შტაბის ოფისში, ასევე კანდელაკის 31 ნომერში, ასევე თქვენ შეგიძლიათ მოგზავნეთ ვაჩნაძის 7 ნომერში მესამე სართულზე. ყველასთვის ცნობილია ეს ჩვენი ოფისები. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დაგემშვიდობებით 24 სექტემბრამდე. მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ დარჩა 25 დღე იმისთვის, რომ შემოხაზოს 23, ანუ დარჩა 25 დღე საერთო გამარჯვებისთვის. მადლობა. მადლობა, კარგად. ეთილად დანებებით.